ეს არის ზეთისხილის ხის ნერგი. ნერგაძეები დაგვიკავშირებენ და გთხოვეს, რომ მათი გვარის ისტორია ხალხისთვის გვიმცნო. კარგი ადამიანი, მეგობარი მყავს, მამა გიორგი ნერგაძე და ვესტუმრე დღეს ტაძარში. გამარჯობა, მამო. მოგესალმებით. მამო, მაინტერესებს ვიწყებთ ნერგაძეების გვარის კვლევას. დიახ. თქვენ საიდან მზადდებით, სადაურნელი ნერგაძე ხარ? ნერგაძეების ზოგადად ჩვენ ყველანი ვართ ბაღდათიდან. სოფელი არის ნერგეეთი, საიდანაც გამრავლდნენ ნერგაძეები. არიან სხვაგან ჩასახლებულები ქართლშიც. სოფელი არის რუისი, ქარელის სოფელი, მაგრამ უმეტესობა მაინც ბაღდათში ცხოვრობენ. რა სასულიერო პირი ბრძანდებით? სასულიერო პირი თუ იყო ვინმე ნერგაძე? ნერგაძე იყო მე-18 საუკუნეში მსახურობდა თელავის საკათედრო ტაძარში, სადაც არის დაკრძალული იქ თელავის საკათედრო ტაძარში, თამარ მეფის სახელობის ტაძარში. ძალიან კარგი. ჩვენ დავიწყებთ კვლევას და აღმოვაჩენთ თუ ვინ იყო პირველი ნერგაძე, რატო ხართ ნერგაძეები, საიდან მოდიხართ და ესე იგი პირველ რიგში თქვენ გვიჩვენეთ, რომ ბაღდათიდან ხართ და ჩავიდეთ. ჩავბრძანდით ბაღდათში ჯობია და ნახოთ ბატონი გონერი, რომელიც უკეთ მოგახსენებთ ნერგაძეების გვარის ისტორიას. ეხლა ვესტუმრეთ ბატონ ნიკო ნერგაძეს. გამარჯობა. გამარჯობა. მიხარია რომ ნერგაძეების გვარს იკვლევთ, იმიტომ რომ ზოგი ნერგაძეების წარმომადგენლები მაგალითად მე არ ვიცი ისე კარგად საიდან მოვდივარ და სული მაქვს რომ ნახო რას იცავს. სწორედ მაგას ვიკვლევთ ჩვენ რომ ნერგაძეები ვინ იყო პირველი ნერგაძე, ვცდილობთ რომ ამას მივაკვლიოთ. საერთოდ საიდან მოდის ნერგაძე ან იქნება ნერგიდან მოდის მართლა და ენერგიობას ეწეოდა. ჯერ არ ვიცით, მაგრამ სიუჟეტის ცვლილების განმავლობაში ამ ყველაფერს დავალაგებთ და შენ საიდან ხარ? ჩვენ ბაღდათიდან ვართ. მამა ჩემი ბაღდათიდან არის, თემურ ნერგაძე იყო, არ მაგარ არის ცოცხალი. და მე ჩამოვიდე, მე აქ გავჩდი. ჩამოვიდე თბილისში სასწავლებლად და მაგრამ ფესვები გვაქვს ისე. იგი შენც ბაღდათიდან, მამა გიორგიმაც მითხრა რომ ბაღდათიდან ვარო, შენც ბაღდათიდან ხარ. ძალიან კარგი, ესე იგი მე ბაღდათში უნდა წავიდე აუცილებლად რომ მეტი ინფორმაცია ვიღო ნერგაძეების შესახებ. ალბათ ნერგეეთშიც მოგიწევს წასვლა, იმიტომ რომ ეგეც ვიცით რომ ჩვენი რაღაცა ერთ-ერთი ის არის. ალბათ ნერგეეთიც მაგიტო ქვია რომ ნერგაძეების აყოფილი იქნება და ძალიან კარგი. გამოჩენილ ნერგაძეებზე რას გვეტყვი? რუბიზდებოდი, ბევრი ნერგაძე არ ვიცოდი და ნელ-ნელა ბოლო წლების განმავლობაში რაც დამიგროვდა რომ თურმე ყოფილ ვარ. ხა ერთი მამა ჩემი პარლამენტარი იყო რამდენიმე მოწვევის, ანუ რაღაც ხალხი იცნობდა. მე ჟურნალისტი ვარ, ქეთათო ნერგაძე არის ბოლო წლებში გამოჩნდა ლუას სახელით, არის ძალიან კარგი მომღერალი არის. მე მგონი ყველაზე ცნობილი ასე საერთაშორისო ასპარეზზე არის ფეხბურთელი გიორგი ნერგაძე. მე თვითონ ფეხბურთის დიდი მოყვარული არა ვარ, მაგრამ ვინც სამხრეთ აფრიკაში უყურებდა ფეხბურთს, იქ მე მგონი ბევრმა იცის, იმიტომ რომ უბრალოდ დავგუგლე და ვნახე რომ სამხრეთ აფრიკაში ეხლა მგონი ჩამოვიდა ისე ან ქუთაისის ტორპედოში თამაშობდა, მაგრამ რამდენიმე წელი იყო სამხრეთ აფრიკაში და იქ როგორც ვიცი, რა სახელი მოიხმაჭა. მაინტერესებს რამეს თქმა ხო არ გინდა როგორც ნიკო ნერგაძეს ნერგაძეებისთვის. ანუ ეგრე ნერგაძეებისთვის არაფერს თქმა არ მინდა, მაგრამ ერთის გამახსდა რომ შემთხვევით გადავაწყდით ჩემს გვარს ყველაზე უცნაურ ადგილას, ანუ ხანდახან ერთი 10 წლის წინ დავგუგლე უბრალოდ და აღმოვაჩინე ეგეთი წიგნი, უბრალოდ წიგნების სერია არის ბრიტანელი ავტორის და ვინჩის კოდს გავს, როგორც მივხვდი, წაკითხული არ მაქვს, მაგრამ თავგადასავლებია. ერთ-ერთი თქვია დაკარგული კონტინენტი, საქართველოში ხდება ვითარება, სადაც ილია ნერგაძე უნდა გახდეს პრეზიდენტი და იმისი ძმისშვილი მიხეილ ნერგაძე არის საშინელი მაფიოზი, რომელიც მიდის რომ ოქროს საწმისი მოიპოვოს საიდანაც. რაც ეგეთი ამბები ხდება შიგნით ამ ტიპს მივწერე, მეთქი მიხეილ ნერგაძე ძმა არის ჩემი და მეთქი სახელი საიდან მოგივიდა თქო არ ვიციო, სადღაც ვნახეო ესე მითხრა და მეთქი უბრალოდ პერსონაჟს დავიღეო. ხო, პერსონაჟს დავიღეო და მაგის მერე სახში ჩემს მოტივ მგონი არავის ეგ არ აინტერესებს, მაგრამ ზომიერად პოპულარული წიგნია და აღმოჩნდა რომ ნერგაძე საქართველოს პრეზიდენტი უნდა გახდეს და ჩემი ძმა ეს არის. ანუ ჩემი ძმა არის რაღაც სხვა პერსონაჟია, მაგრამ სასტიკი მაფიოზი, რომელიც თავარი ბოროტ მოქმედი არის მაგამბის. ძალიან კარგი, საინტერესო. კარგი, მაშინ ჩვენ დავიძრებით და წავალთ ბაღდათში. გავარკვევთ თქვენი გვარის ისტორიას, დაგეფშით. მიდი, აბა მოიკითხეთ ბაღდათში. მამა გიორგი თბილისიდან გამოგვიშვა ბაღდათში. ბაღდათიდან ვართ ნერგაძეებიო. ნერგაძეებს რო შევეხმიანეთ, გითხრეს რომ ჩვენი ძირი ნერგეეთში არისო და სწორედ ნერგეეთში ვიმყოფებით. ეხლა
დინარის პირას და ბატონ გონერი ნერგაძეს გაგაცნობთ. გამარჯობა ბატონ გონერი. მოგესალმებით. მაინტერესებს უფრო დაწვრილებით ნერგაძეების გვარის ისტორია. რას ნიშნავს ნერგაძე? რატომ მოდიხარ სიტყვა ნერგიდან? გადმოცემის მიხედვით ნერგაძეების ისტორია გურული კაცის სახელს უკავშირდება, რომელიც ჩამოსახლებულა 2.5 საუკუნის წინ, ჩამოსიძებულა უბრალოდ ბაღდადის რაიონში, აი ამ სოფელში პროფესიით იყო მებაღე, სიხალა ჰქვია სახელი, გვარი არ ვიცი სამწუხაროდ მანამდელი გვარი რა იყო და ამ პროფესიიდან გამომდინარე ადგილობრივი მოსახლეობა ნერგაძე უწოდა და ნერგაძის გვარით გაგრძელდა მე მისი შთამომავლობა. ეს არის ის პატარა ისტორია, რომელიც მოიაზრება ბაღდადის სინამდვილეში და შემდგომ უკვე ამ ადამიანის გვარის სახელი დაერქვა სოფელს, რომელსაც დღესაც ნერგეეთი ქვია. ესე იგი საკმაოდ დიდი პიროვნება იყო ბატონი სიხალა, რომლის გამოსაც მთელ ამ ლამაზ ტერიტორიას ნერგეეთი ეწოდა. სხვანაირად ვერ მოხდებოდა, იმიტომ რომ ხალხის სიყვარულის გამო დაერქვა ამ ადამიანს ნერგაძე, გვარად ეწოდა და შესაბამისად სოფელსო კაცის გვარის სახელს დაარქვენ, შესაბამისად ის ხალხი უყვარდათ სოფელში, როგორც ჩანს. ამის გამო დაერქვა ამ სოფელს ნერგეეთი და დღესაც ნერგეეთის ტერიტორიაზე ვიმყოფებით ახლა ჩვენ ამ ლამაზ ბუნებაში და მე ბედნიერი კაცი ვარ, რომ ნერგაძე ვარ და აი ამ პატარა ისტორიის შთამომავალი. ძალიან კარგი. ნერგაძეებს მაინტერესებს ნერგაძეები თუ იყვნენ მეორე მსოფლიო ომში საქართველოსთვის რა აქვს გაკეთებული? როგორ არა? აი ბაბუაჩემის 7 დედმამიშვილი იყო და ძმებზეა საუბარი, 7 ბიჭი, 7-ვე წავიდა ომში და საბედნიეროდ ამდენად გასაკვირი უნდა იყოს 7-ვე ცოცხალი დაბრუნდა. კი ბატონო. და რა თქმა უნდა, არა მარტო ბაბუა და მისი ძმები, თითქმის ყველა, რა ვიცი, რაღაც იმ პერიოდში ვისაც უწევდა ომში წასვლა, ნამყოფია უმრავლესობა, ვისაც მე ვიცნობ და ვიცი და მოხდილი აქვს ეს სამამულიშვილო საქმე. ერთი სასულიერო პირი ზუსტად ვიცი ნერგაძე ვინც არის, მან გამოგვიშვა ზუსტად ბაღდადში. თუ იყვნენ კიდე სასულიერო პირები ნერგაძეებში? პირადად ჩემი შტოს ისტორია სასულიერო პირები, ანუ ყველაზე ძველს ვისაც ვიცნობ, ბაბუაჩემის, ბაბუის მამა. ეს იყო სასულიერო პირი, საიდანაც მოდის ჩვენი ისტორია, ჩვენი შტო, ასე რომ ვთქვათ. ნუ იმისიკენ ჩვენ ვეღარ ვიხედებით. მარკოზი, ბატონი მარკოზი, მამაო იყო. მას ყავდა 2 შვილი, ბიჭი და მასთი განშტოება ვართ მე ჩვენ. ეს არის ის უკანასკნელი, ასე რომ ვთქვათ, მომენტი, სადაც ჩვენ შეგვიძლია ჩვენ შტოს შევხედოთ, ხო? ეხლა თუ არიან გვარის მატარებელი ნერგაძეები, მენერგეობას რო ეწეოდნენ დარჩენილები? საბედნიეროდ არის არაერთი, მათ შორის გამორჩეული არის რობერტი ნერგაძე, რომელსაც სანერგი მეურნეობა აქვს საკმაოდ მოცულობითი და ვენახიდან დაწყებული, რა ვიცი, სხვა ყველა ნერგს, ხეხილის ნერგს აწარმოებს და საკმაოდ დიდი წარმოება აქვს ბაღდადის რაიონში. სხვადასხვა აქვე მინდა გითხრა, რომ აი სიხალა, რომელზეც ჩვენ საწყისზე ვლაპარაკობთ, არის ერთი ჯიში ვენახის, ახლა შემორჩენილი, რომელსაც სიხალასაული ქვია და დაკავშირებულია იმ კაცის სახელთან. ახლა ამაზე ჩამოვარდა საუბარი. იგი სიხალა ნერგაძემ გამოიყვანა პირველად ის. აი იმისეულია სხვისი სახელი, სხვა ხილის და რაღაც სახელი არ გვაქვს შემორჩენილი, მაგრამ ვენახის ჯიში არის ასეთი, რომელსაც სიხალასაული ქვია და ხო, რა თქმა უნდა, უკავშირდება მის სახელს. გამოჩენილი ნერგაძეები ვინ იყვნენ? რა შეგიძლია მაგაზე გითხრა? არაერთი გამორჩეული ნერგაძე ყავდა გვარს. ეხლა ყველას შეიძლება ვერ ჩამოვიდეს, ერთს მაინც ვიტყვი თანამედროვეობის. ეს არის იტალიის ქალაქ პავიას უნივერსიტეტის პროფესორი მოლეკულური ბიოლოგიის დარგში, ბატონი სოლომონ ნერგაძე, რომელიც არა მარტო ქართულ საქმეს აკეთებს, გენური ინჟინერიის თემაზე მუშაობს და საკმაოდ დიდი წარმატებები აქვს. თქვენ შეგიძლიათ გაესაუბროთ მერაბ ნერგაძეს, ჩემი ბიძაშვილს, რომელიც დეტალებში მოგიყვებით უფრო სხვა გამორჩეული ნერგაძეების შესახებ. ძალიან დიდი მადლობა. ესე იგი, როგორც გავარკვიეთ, სიხალადან მოდიხართ ნერგაძეები, რომელიც იყო მენერგე. კი ბატონო. ჩვენ ასე ვიცით. ავალ ჩვენ მერაბ ნერგაძეს გავესაუბრებით დანარჩენ ნერგაძეებს. როგორც ექიმა გონერი ნერგაძემ გითხრა, მერაბ ნერგაძე მოგვაწვდის მეტ ინფორმაციას გამოჩენილ ნერგაძეებზე.
გამარჯობა, ბატონო ნემერა. კარგად ვიცნობდი დიდ მერაბი ნერგაძეს მამაშენს. მოგვიყევი მის შესახებ თუ რა დამსახურებები ქონდა მას საქართველოს წინაშე. პირველ რიგში დიდი პატივია ის, რომ ესე შეფასდა დიდი მერაბ ნერგაძე, როგორც ნერგაძეების გამოჩენილი და წარმატებული პიროვნება. იმიტომ რომ დიდი პიროვნებები ყავს ჩვენს გვარს, ყავდა და მათ სიაში მამაჩემის მოხსენება დიდი პატივია. ეხლა რაც შეიძლება მერაბ ნერგაძეს. პირველ რიგში ყურადღებას გავამახვილებ მის სიმღერაზე. საოცარი ხმა ქონდა მომწყდევარ. კი, საოცარი ხმა ქონდა, ბევრი ესე ვთქვათ, დადებითი როლი შეუსრულებია მას მის ცხოვრებაში. ის ვღეროდა პროფესიონალურ დონეზე 35 წელიწადი და პრაქტიკულად სიკვდილამდე სცენაზე იდგა. მას ჰქონდა ასევე მეორე პროფესიაც. შესაძლოა ვიდაოდ რომელი იყო პირველი პროფესია და რომელი იყო მეორე პროფესია. მეორე პროფესია იყო ხის შეგვიძლია ვთქვათ, რომ სრულიად ხელოვანი ადამიანი იყო. არა მარტო სიმღერა, ხელს რაც შეუძლია რომ გააკეთოს, ამას ყველაფერს ქმნიდა თავის ხელით. იმიტომ დავიწყე მე სიმღერით, რომ თუნდაც აი ხა აქ რა სასმისი ძდევს, ეს სასმისი მღერის. არ მოგესმათ სასმისი მღერის. მან თავისი ხელოვნება და თავისი ნიჭი მოაქცია ერთ სივრცეში. თავისი სიმღერა და თავისი ხეზე კვეთა და აი ხედავთ როგორი ლამაზი ნივთია. რომელშიც რო ჩავასხავთ სითხეს ღვინოს და შევკრავთ წრეც, როდესაც ტუჩთან მივიტანთ, მხოლოდ მაშინ ღერის. წრედი რო იკვრება. მას ახალგაზრდობაში ჰქონდა კიდევ ერთი წარმატებული პროფესია, ის იყო წარმატებული სპორტსმენი, თავისუფალ ჭიდაობას ჭიდაობდა. მას ყავს არაერთი ტიტულოვანი მოჭიდავე დამარცხებული საბჭოთა კავშირის პირობებში, საბჭოთა კავშირის ჩემპიონები ყავს დამარცხებული, აქვს სხვადასხვა ჯილდოები, მონაგები ადგილობრივ დონეზე. სწორედ აი ამ პროფესიებიდან გამომდინარე, რომლებიც სამივე პროფესია იყო წარმატებული, მას სამწუხაროდ მინდა აღნიშნო, რომ სიცოცხლეში ვერ მოესწრო, მაგრამ გარდაცვალების შემდეგ ჩამოუვიდა დიპლომი, რომელიც გადაეცა ევროპის საბუნებისმეტყველო აკადემიის მიერ ხელოვნებაში გაწეული 8 წლისათვის. კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ სამწუხაროდ ვერ მოესწრო ეს მის სიცოცხლეში, მაგრამ დასაფასებელია ჩემთვის, როგორც შვილისთვის და მისი გარშემომყოფებისათვის, რომ მისი შრომა, მისი ყოფა დაფასდა აი ამ დიპლომით. დაახლოებით რამდენი ადამიანი იქნებით საქართველოს და მსოფლიოს მასშტაბით ნერგაძეები? სხვადასხვა კარგად ახსენებ სოფლიოს მასშტაბით, იმიტომ რომ არა მხოლოდ საქართველოში ვარ, სოფლიოში ვართ, ესე ვთქვათ. შეძლებს დაგვარად მოდებული, კარგი გაგებით. დაახლოებით ვართ, როგორც ვიცი, სულ რაღაც 550 ადამიანი, მეტი არ ვართ ჯერჯერობით, მაგრამ ჯერა, რომ ჩვენი გვარი კიდევ და კიდევ გამრავლდება, გამრავლებს ქართველ ერს. ბაღდათის გარდა არიან კიდე სადმე ნერგაძეები და ენერგეტიკის გარდა? კი, არიან, თუმცა აღნიშნავ, რომ იმერეთი ზოგადად იმერეთი არის ჩვენი გვარის, ესე ვთქვათ, სამშობლო, თუმცა ხდება გურიაშიც, ხდება კახეთშიც და აღმოსავლეთ საქართველოში ძირითადად თბილისში. მაგრამ ეს არის ესე ვთქვათ, იმერეთში ხდება დაახლოებით 70% და 30% სხვა დანარჩენ საქართველოში. ძალიან დიდი მადლობა ბატონო მერაბ გაზიარებისათვის ნერგაძეების ისტორიის. მე ამით გემშვიდობებით და დაგიტოვებთ ძალიან თბილ ხმას მერაბი ნერგაძეს. Oh
გვარი ნერგაძე გავრცელებულია ძირითადად ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში. დიდი ხნის წინ გურიიდან ჩამოვიდა კაცი სახელად სიხალა, რომელიც ნერგებს ამყნობდა და ბაღდათის რაიონში სწორედ ამ კარგი საქმით იყო სახელგანთქმული. მენერგეობის გამო მისი შთამომავლები გახდნენ ნერგაძეები. ბაღდათის გარდა ეს გვარი ქართლშია გავრცელებული. დღეის მდგომარეობით ნერგაძის გვარს დაახლოებით 700 ადამიანი ატარებს. აღსანიშნავია, რომ გვარის წარმომადგენლები გამოირჩევიან სიმღერით, ხის ხელოსნობით და რამდენიმე მათგანი არ კარგავს გვარის ტრადიციას. შესაბამისად, ვაზისა და სხვა მრავალი ნერგის გამოყვანას ამ დრომდე მიჰყვება.